მელიას ეშმაკობა. მელიამ ნაფეტვარზე გაიარა. ნახა, ბევრი თავთავი ეყარა ტყუილად. იფიქრა, ამ თავთავებით ბევრ ზიანს ვიზამო. დაჯდა და დაიწყო კრეფა. აგრიფა ერთი გონა, ამოიღლიავა და გაუდგა გზას. გზაზე დაუღამდა. მივიდა ერთ სახლთან და დაიძახა. ოჯახი შვილებო, ღამეს ხომ არ გამათევებინებთო? გაგათევებინებთო, უპასუხეს შიგნიდან. მელია შევიდა. თავთავების კონა მასპინძელს მიაბარა და უთხრა, საქათმეში შეიტანეთო. შეიტანეს მელიას თავთავები საქათმეში და ისეთ ადგილას დადეს, ქათმებს არ გამოეკენკათ. შუაღამისას ყველამ რომ დაიძინა, მელია ადგა, აიღო თავთავები და დიდ წითელ მამალს დაუდო ცხვირწინ. მეორე დღეს მასპინძელს მინაბარები მოსთხოვა. შევიდა მასპინძელი საქათმეში და გამოკენკილი თავთავები გამოიტანა. მელიამ ტირილი დაიწყო. მაგის მეტი აღარაფერი მებადა და ეგეც მამალმა შემიჭამაო. მასპინძელმა ჰკითხა, რა გიყო ეხლა მელიავ, რაღა ეშველება შენს თავთავებსო? ან ჩემი თავთავები უნდა მომცეთ, ან ის მამალიო. რა სიზამდა მასპინძელი? აიღო და მისცა მამალი. ამოიღლიავა მელიამ მამალი და გასწია თავის გზაზე. ბევრი იარა თუ ცოტა, ისევ დაუღამდა. ღამის გასათევად ერთ მეცხვარესთან დადგა. მიაბარა მამალი მეცხვარეს და უთხრა, მაგ მამალს არაფერი დაუშავდეს, თორემ ცხვარს აგართმეო. კარგიო, უთხრა მეცხვარემ. ღამე ადგა მელია, შევიდა ფარეხში, აიყვანა მამალი და ერთ ერკემალს რქებზე ჩამოაცვა. მეორე დღეს კი მეცხვარეს მოსთხოვა. ჩემი მამალი მომეცი, უნდა წავიდეო. შევიდნენ ფარეხში. ნახეს მამალი ერკემალს ყავს ჩამოცმული რქებზე. მელიამ ისევ ტირილი დაიწყო. ერთი მამალი მყავდა, დილით ეგ მაღვიძებდა, ახლა რაღა მეშველება. რაღა სიზამდა მეცხვარე, მისცა ერკემალი და გაისტუმრა. გახარებულმა მელიამ გასწია თავის გზაზე. მიდის და მიიმღერის. ფეტვი გავყიდე მამლადა, მამალი ერკემალადა. დაუღამდა მელიას. დადგა ერთ გლეხთან. ერკემალი მიაბარა და უთხრა, ემანდ ეგ ერკემალი ხარებს არ მოაკვლევინოთ, თორემ ხარს აგართმევო. შეიყვანეს ერკემალი გომურში და დააბეს ხარებთან ცალკე. ღამე ადგა მელია და ერკემალი ერთ დიდ ხარს ჩამოაცვა რქებზე. მეორე დღეს კი წაართვა ის ხარი მასპინძელს, გაიგდო წინ და წავიდა გახარებული. გზაზე დაუღამდა, მაგრამ სახლში არავინ შეუშვა. ბოლოს ერთ ქვრივთან მივიდა და სთხოვა. ხარი მყავს, მეშინია მგელმა არ შემიჭამოს. ბოსელში დამაბმევინეთ, მე კი კართან ვუყარაულებო. ღამე ადგა მელია, გამოსჭრა ხარს ყელი და დანა ბებრის უმცროს ქალს ჩაუდო ჯიბეში. მეორე დღეს მოითხოვა ხარი. უნდა წავიდეო. ნახეს ხარი მკვდარია. შეწუხდა მასპინძელი. მელიამ უფრო უარესად შემოიყარა გულს. მერე ააგდო ქვა და შეუშვირა თავი. ვინც ხარი დაკლა, ის უნდა წავიყვანო. ყველამ უარი თქვა. ჩვენ არ დაგვიკლავსო. მას ვისაც სისხლიანი დანა ჰქონდეს, ის არის დამკვლელიო. გაუსინჯეს ჯიბეები და სისხლიანი დანა უმცროს ქალს უნახეს. მელიამ ქალი გუდაში ჩასვა. წამოიკიდა ზურგზე, მიდის და მიიმღერის. ფეტვი გავყიდე მამლადა, მამალი ერკემალადა, ერკემალა იხარა და ხარი ლამაზ ქალადა. გზაზე ხვნელებს გადაეყარა. იმ ხვნელ მთესველებმა დაუძახეს. დაისვენე მელიავ, პური ჭამეო. დაისვენა მელია. მისცეს ერთი ცხრილი და უთხრეს. წადი, შენს გახარებას სანამ ჩვენ სამხარს მოვამზადებდეთ, წყალი ამოგვიტანეო. წავიდა მელია. ავსებს წყლით, მაგრამ ცხრილი რას დაიჭერდა. სანამ მელია წყაროზე იყო, მხნელებმა მოხსნეს გუდას პირი, ამოიყვანეს ქალი და მის მაგივრად ერთი ქოფაკი ძაღლი ჩაუსვეს.
თან პური ჩაუდეს, რომ გაჩუმებულიყო და ისევ მოუკრეს პირი. მელია მოვიდა მხნელებთან და ცხრილზე უთხრა: ეს რა გამატანეთო? ეჰო, თავში შემოიკრეს ხელი მხნელებმა. შეგვსლიაო, შენ პური ჭამე, წყალს ჩვენ ამოვიტანდო. დაჯდა მელია და მოულხინა სუფრას. მერე უთხრა: ახლა კი წავალ, გამიშვითო. მხნელებმა დიდი პატივით გაისწუმრეს მელია. მიდის მელია და თან მიიმღერის, ისევ წინანდებურად. გაათავა ძაღლმა პური გუდაში და დაუწყო ფხაკუნი ხმელგუდას. მელიას ეგონა ქალიაო და უთხრა: რა არის ქალო, რა გაწუხებს? თუ წყურია, მოგიყვანო. ძაღლი მაინც აფხაკუნდა. მაშინ მელიამ გუდასპირი მოხსნა, ამოვარდა ძაღლი, გაიგდო მელია და თვალის დახამხამებაში გააძრო ქურქი. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქ.